თუ შეიძლება კარი დახურეთ, იარლ პეისტი. თუ შეიძლება კარი დახურეთ, რამდენჯერ მოგვისმენია ეს წინადადება. ეს სწორედ ის სიტყვებია, რომელიც წინასწარმეტყველმა ელისემ უთხრა ერთ ქვრივს ცნობილი ისტორიიდან, რომელსაც ვკითხულობთ მეოთხე მეფეთა წიგნის მეოთხე თავში. ალბათ გემახსოვრებათ ეს ამბავი. ამ ქალბატონის მეუღლე, ასევე ღვთის წინასწარმეტყველი, გარდაიცვალა და დარჩა ორი შვილის ანაბარა ძალიან დიდი ვალებით. მევახშე ქალისაგან დავალიანების ნაცვლად მის შვილებს ითხოვდა, რათა მონებად წაიყვანა თავისთან სახლში. რა უნდა გაეკეთებინა საცუდავ ქალს, არ ჩანდა არანაირი გამოსავალი ამ სევდიანი მდგომარეობიდან. ნუ თუ უფალი აპირებდა, რომ ეს უბედური ქვრივი ბედის ანაბარად დაეტოვებინა. რა თქმა უნდა არა. და აი სწორედ ამ კრიტიკულ წუთებში მიდის ქალთან წინასწარმეტყველი ელისე და ეუბნება მას. შედით და შეიკეტეთ კარი შენ და შენმა ძეებმა. სხვანაირად რომ ვთქვათ, მან უთხრა, ჩაიკეტე თავი ყველა ამ არასასურველი გარემოებებიდან და დარჩი მარტო შენს ღმერთთან ერთი ერთზე. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ცხოვრებაში არსებობენ სხვადასხვა კარებები, რომლებიც უპრიანია რომ გამოვიხუროთ. პირველი კარები ეს არის კარები ადამიანთა აზრებისა და შეხედულებებისა. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ქვრივი ქალი მისულიყო ყველა თავის მეზობელთან და ეკითხა რჩევა თუ რა გაეკეთებინა. რამდენ დარიგებას მიიღებდა იგი მათგან. თითოეული თავის აზრს ეტყოდა და თავის რჩევას მისცემდა იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. წარმოგიდგენიათ რა დაბნეულობაში აღმოჩნდებოდა იგი. ერთი ურჩევდა რომ სახლი გაეყიდა, მეორე ახალი ვალის აღებას შესთავაზებდა. ანდა შეიძლება ვინმეს ისიც ერჩია რომ საკუთარი თავი გაეყიდა მონად და ამ ხერხით თავისუფლება ეჩუქებინა თავისი ძეებისათვის. მეგობრები რაღა თქმა უნდა იფიქრებდნენ რომ ისინი ყველაზე საუკეთესო რჩევებს აძლევდნენ. მაგრამ ქვრივმა იცოდა რომ მისი შველა მოვიდოდა არა ადამიანებისაგან, არამედ ღმერთისგან. მხოლოდ ღმერთს შეეძლო მისი პრობლემის გადაჭრა, ასე რომ ქალმა გამოიკეტა კარები ადამიანთა შეხედულებებისგან. რა მნიშვნელოვანია ჩემო მეგობრებო, რომ ჩვენ ეს გაკვეთილი კარგად ავითვისოთ და ყველა ჩვენი საქმე უფლის ხელს გადავაპაროთ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იგნორაცია უნდა გავუკეთოთ ტეტილი ადამიანების ბრძნულ რჩევებს. მაგრამ პირველ რიგში, სანამ ჩვენ მათ დარიგებას მოვუსმენდეთ, აუცილებელია რომ გამოვიხუროთ ჩვენ კარები და ჯერ მოვუსმინოთ, რას გვეტყვის ღმერთი. მომიხმე და გიპასუხებ და გაუწყებ დიდსა და მიუწვდომელს, რაც არ იცი შენ. კითხულობთ იერემია წინასწარმეტყველის წიგნის 33 თავის მესამე მუხლში. ღმერთს ჩვენთვის აქვს ისეთი პასუხი და იმდენად დაუჯერებელი გამოსავალი ჩვენი თითქოს და გამოუვალი მდგომარეობიდან, რასაც ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა რომ გაეაზრებინა. ვინ მოიფიქრებდა რომ ყველაფერი რაც ამ ქვრივს უნდა გაეკეთებინა იყო ის რომ მას უნდა მოეგროვებინა რაც შეიძლება ბევრი ცარიელი ჭურჭელი და გაევსო ზეთით იმ ერთადერთი ზეთიანი ჭურჭლიდან რომელიც სახლში გააჩნდა. სწორედ ასე უბრძანა ქალს ღმერთმა რომ მოქცეულიყო ელისე წინასწარმეტყველის პირით და მართლაც მოხდა სასწაული. ყველა ჭურჭელი გაივსო ზეთით და მან გაყიდა რა ეს ზეთი შეძლო რომ გამოეხსნა თავისი შვილები მევალის ხელიდან და გადაეხადა ვალი თავისი მევახშისათვის. წარმოიდგინეთ რა იქნებოდა რომ იგი ადამიანების რჩევების მიხედვით მოქცეულიყო. ქალმა გამოიკეტა კარები ადამიანთა აზრებისაგან და მოусმინა ღმერთის ხმას. რამდენი შფოთისა და მწუხარებისაგან დავიცავდით თავს, ისე რომ მოვქცეულიყავით როგორც ქრისტემ გვიბრძანა. შენ კი როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი და შენი მამა რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ. ვკითხულობთ მათეს სახარების მე-6 თავის მე-6 მუხლში. მეორე კარები, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიხუროთ, არის შიშის კარები. დიახ, ეს არის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე რწმენისა. დავუკეტოთ ყველა კარები ყველანაირ შიშს და ვუმზიროთ რწმენის წინამძღოლსა და სრულმყოფელ იესო ქრისტეს. 366 ჯერ არის ნახსენები ბიბლიაში სიტყვები ნუ გეშინია. განასაუცრება არ არის რომ ღმერთმა წელიწადის ყველა დღე გაითვალისწინა ჩვენთვის და გვითხრა ნუ გეშინია. არ გამორჩენია რა მას ნაკიანი წელიწადიც კი. ქვრივმა გამოიკეტა თავისი კარები მევახშისაგან. ახლა უკვე მევალე ვეღარ შეძლებდა ქალის შეშინებას. რწმენა დაეყრდნო ღმერთის ძალას და განხიბლული არ დარჩენილა. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ კიდევ გვაქვს დასაკეტი ერთი კარები. ეს არის კარი ურწმუნოებისა. ქვრივს სჯეროდა რომ ღმერთი თავისი სიტყვისამებრ ყველა ჭურჭელს ზეთით აავსებდა. ქალის რწმენას ჩვენ ვხედავთ მის ღვთის სიტყვისადმი დაჯერებაში. წარმოვიდგინოთ რომ მას კარი ღია დაეტოვებინა. შესულიყვნენ მასთან მეზობლები და დაენახათ რას აკეთებდა ქალი ოთახში. რამდენ დაცინვას მოისმენდა ის მათგან. დიახ, მისი რწმენა იქნა დაჯილდოვებული, ყველა მისი ჭურჭელი იქნა პირამდე ავსებული ძვირფასი ზეთით და ამ გზით ღმერთმა დააკმაყოფილა მისი ყოველი საჭიროება. ძვირფასო მეგობრებო,
დავუკეტოთ ჩვენი კარები ყოველგვარ ურწმუნოებას. ჩვენ უნდა გვწამდეს ღმერთის არა მარტო არსებობის, არამედ უნდა ვერწმუნოთ ღმერთს. რადგან მხოლოდ იმის რწმენა, რომ ღმერთი არსებობს, ეს სულაც არ არის საკმარისი. ასევე უნდა გვჯეროდეს მისი სიტყვის, რომლითაც გვესაუბრება. ჩემო საყვარლებო, ჩვენი ღმერთი დიდებული ღმერთია და მან იცის როგორ უშველოს თავისიანებს და როგორ გამოიყვანოს ნებისმიერი სიტუაციიდან, რომელშიც ისინი ჩავარდებიან. ჩემო მეგობარო, გამოიკეტე შენი კარები და ეუფალმა აავსოს შენი ჭურჭელი სულიწმიდის ზეთით და შენ სულიწმიდის ძალით შეძლებ, რომ დაძლიო ყველა შემოტევას შენი მტრისაგან. და თუ შენ ჯერ კიდევ არ შეგიცვნია იესო ქრისტე როგორც შენი გადამრჩენელი, მაშინ შენც გაქვს ძვირფასი დაპირება. ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება. წერილი რომაელთა მიმართ, თავი 10, მუხლი 13. და დაგეხმაროს უფალი და გააკეთო ეს დღეს და მოუხმო მის სახელს გადასარჩენად.